და თამაშის წესი დაირღვა ანდრეიჩუკთან ორთაბრძოლაში ამ ეპიზოდში და ინიშნება პენალტი გასაგები ხლა მსაჯი გამორბენი დარტყმა და მეკარე იგერიებს ძალიან კარგად ამ ბურთს ლუკა კუტალაძე მისი მოგერიებული პენალტი თუმცა არა უცებ ისეთ გამული სასტვენი იყო ამ მატჩამდე გაცუდებული ჩვენს ეროვნულ ლიგაში აქედან ამ 8-დან 3 მოგერიებული აქვს ვორობეის და რუსთავის მეკარეს პაპუნა ბერიაშვილს დინამოს გიორგი ლორიას ტორპედოდან ფილიპ კლიაიჩ მეშახტეს ლევან შოვნაძეს იბერია დავით კერესელიძე და მათ შეუერთდა სამგურალის მეკარე ლუკა კუტალაძე ის ფეხბურთელი დავიდა სამგურალში გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა საგარეჯოს გარეჯში და დღეს კვლავ სამგურალის მეკარია კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს დარტყმა და მეკარე ძალიან კარგად თამაშობს აქ ამ ეპიზოდში მარჯვენა კუთხეში დარტყმულის მოგერიება მოახერხა კუტალაძემ უკვე მეორე რეალური შანსი ვერ გამოიყენეს გოლის გატანის გაგრას ფეხბურთელებმა ჯერ წინ მშვენიერი ბურთის აღება მოახერხა კლაუდინეი უთხოვდა შორი მანძილიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი და სწორედ მას აუღო კუტალაძემ მარჯვენა ფრთიდან პასი საჯარიმოს მისადგომებთან ბორჟესი კიდევ ერთი პასი რა კარგი კომბინაცია იყო მაგრამ ვერ მოახერხეს გოლის გატანა გაგრას ფეხბურთელებმა ეპიზოდი იქნება ალბათ განმეორებით ფეიქრიშვილი ბორჟესი კარგი გაყოლება კლაუდინეი ფეიქრიშვილი და იქ შათირიშვილი გადაეღობა როგორც ჩანს და აი მთლიანი კომბინაცია აღსანიშნავი რა კარგად გაითამაშეს ბურთი სწრაფი მოკლე გადაში კუტალაძე იყო ძალიან კარგი მეორე შემთხვევაში დაიბლოკა მცველების მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული და შვენიერი შანსი დარტყმა და მეკარე თამაშობს კარგად შიც შეეძლო ნახეთ რამხელა სივრცე აქვს შუაში ბურთი უფრო განსხვავებულად რომ მიიღო წინს არ არის კარგია ავგუსტო პასი პედროს მისამართით პედრო მიიღო ბურთი მარჯვნივ შეიძლება გაგრძელება პედრომ დაარტყა და აცი პედრო იმ ტიპის ფეხბურთელია რომელიც ცენტრში უკაცრავად ცენტრალურ ნაწილში მოედნის ისევ გაგრა ზოიძე ჩაწოდება დასარტყმელია და გადარჩა ამ ეპიზოდში კიდევ ერთი კარგი შანსი ანდრეიჩუკმა კარგად დაუგდო ფეიქრიშვილს ფარგლები განმეორებით ზოიძის ჩაწოდება ანდრეიჩუკის დაგდება ფეიქრიშვილის დარტყმა და მუხლში მოხდა დაახლოებით შეგვიძლია ასე ვთქვათ ბურთი საერთოდ რამდენიმე წამში დაიკარგა ბურთი და პირიქით ეს დრო სამგურალს აქვს იმისათვის რომ კარგი შეტევა განახორციელოს მარჯვენა ფრთიდან ცეცხლაძე ჩაწოდება დასწრებაზე ცდილობდნენ ამ ეპიზოდში საჯი მაგრამ მოდი ვნახოთ ცეცხლაძე უთხოვდა კარში თუ კლაუდინეი თამაშობდა აქედან ცოტა რთული გასარჩევია არ ვიცი ხა მართლა ვერ ვიტყვი მსაჯები არიან მოედანზე ისინი შვენივრად ხედავენ ყველაფერს და მათ უკეთ დაინახეს ალბათ ყველაფერი ვანდერსონი კარგი ამ ეპიზოდში მაგრამ მან მარცხენაზე უნდა გადაიტანოს დარტყმის შემთხვევაში სხვაგვარად ვერ მოახერხებდა დარტყმას აქ სახიფათო იერიში დარტყმა და რა ბურთი ვერ გაიტანა ფეიქრიშვილმა ეხლა ეს ფეხბურთელების და ძალიან ახლოს იყვნენ გაგრას ფეხბურთელები პედრომ დააგდო ბურთი საჯარიმოში და ვერ მივიდა ბურთთან კარგად ამ ეპიზოდში ფეიქრიშვილი ამას შეიძლება დავაბრალოთ დაუხვედრა ბურთს ფეხი და ესეთი არასასურველი ტრაექტორიით წავიდა გაგრასთვის ჯანჯღავა კარგად გაიარა შეიძლება პასის გაკეთება მარჯვნივ გააკეთა კიდეც მარჯვენა ფრთაზე ნახოთ რას იზავენ აქ არა კარში დარტყმა აი ხლა არის კარში დარტყმა და არა ზუსტი გეგეჭკორმა დაარტყა თამაშებს სკრიპნიკით სადაც თამაშობდა ფეიქრიშვილი აი ამ ეპიზოდში ჯერ კვარაცხელიამსა და შემდეგ გეგეჭკორმა ძლიერად დაარტყა მაგრამ ბურთი ასდა მიზანს ამ შემთხვევაში ფეიქრიშვილის ნაცვლად
ნახოთ აქ როგორ განავითარებენ ამერ ჩაწოდება შათირიშვილმა გამოიტანა ბურთი შემდეგ გადმოვარდნილ ბურთზე ჯარიმა არ არის პედრო კარგ სიტუაციაში შეიძლება დარტყმა მეკარე მოიგერია ყოჩა ხამ ეპიზოდში კუტალაძე ურთულესი ბურთი მოიგერია მეკარემ კლაუდინეი გაისწორა მარჯვენა ფეხზე შეიძლება დაარტყას შევიდა საჯარიმოში ალბათ აქედან ჩააწოდა და მეკარეს უბრუნებენ ბურთს ყოჩახ აი ეს ეპიზოდი ყოჩახ მეკარის მშვენიერი თამაში შეგვიძლია აღვნიშნოთ ადგილიდან ურტყავდა ბორჟესი და კიდევ ერთხელ მეორე შორეული კუთხისკენ მარჯვენ მეკარისაგან მაგურალს გამორბენი დაარტყავს ასხლეტა და მეკარემ გადაარჩინა თავისი გუნდი მშვენიერი შანსი ჰქონდა ასხლეტა იყო ბურთი მიდიოდა კარის მიმართულებით და ვორობეიმ ნახტომში მოახერხა და გადააგდო ბურთი აი განმეორებით კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ხო იქ ბურთი რო გასულიყო ცოცხალ კედელში საინტერესო ტრაექტორია ჰქონდა მარტივებელია გუნდში ახალწულ ბრაზილიელებსა და მწვრთნელებს შორის და ითავსებს კიდეც ფაქტიოთ ამ ფუნქციას ხედავთ რა კარგი ეპიზოდი იყო და